სამართალდამცველების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკო რეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დაარღველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. Thank you. Bon. 3 tane. Eyvallah, görüşürüz kendine. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. სამართალდამცავების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. სამართალდამცავების მიერ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი და დაკავებული არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. პოლიციელების მიერ ასევე აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები შესაბამისი აღნიშნულებითა და ადგილმდებარეობით. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს
მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, AFPVP, MDMA, ბუპრენორფინი და კლეფედრონი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260, 260, 260 ტერცია, 260 კვარტა, 261 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების ცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცავები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ. 2025 წელს საქართველოში სწავლის მიტოვების მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ძირითადად ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, ხოლო 1366 შეუწყდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში ფიქსირდება. ქვეყანაში ჯამში 653-ზე მეტი მოსწავლეა, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ რჩება. თითქმის 300 სკოლაში სწავლა 2 ან მეტ წლაში მიმდინარეობს, რაც ბავშვების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ სტატუსის შეჩერების მიზეზებს შორის არის ემიგრაცია, ხანგრძლივი გაცდენა და პროფესიულ კოლეჯებში გადასვლა. ამასთან სკოლებში უფასო კვების პროგრამა მიუხედავად დაგეგმვისა ჯერ არ დანერგილა. ცალკე პრობლემად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობა, გალსა და ახალგორში. ქართულ ენაზე სწავლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია და მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. იმერეთში არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე სამტრედიაში სოფელ იანეთში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ეგრეთ წოდებულ ყველსაწარმოებ და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი ვანის სოფელ ზედავანში. რეგისტრაციის არქონის პარალელურად ობიექტზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნეს ოპერატორები დაჯერიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. მოსამართლემ დასაფუძებაში თქვა, რომ იფიქრა და მაინც საპატიმრო სასჯელის გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ დამიკარგეთ შესაძლებლობა, მე როგორც მოსამართლეს თქვენ მიმართ დამენიშნა თუნდაც არასაპატიმრო სასჯელი, თუნდაც ყოფილიყავი ლოიალური. ადამიანურად სასჯელის დანიშნვისას გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი ფაქტორი და სასჯელი არაა მაქსიმალური, თუმცაღა არაა არასაპატიმრო, განაცხადა მოსამართლემ. ცეცხლი ოლიგარქიას გვიყვარხართ. ეს შეძახილები ისმოდა უკვე მსჯავრდებულების მხრიდან განაჩენის გამოცხადების შემდეგ. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ და თქვა, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. განმარტება გააკეთა, ბუნებრივია ჩვენ დაზუსტებულს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ ნახავთ, ამ ეტაპზე ცხადია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა საქმეზე, სადაც შეიძლებოდა გამომტყუნებელი გადაწყვეტილების დაყენება. სასამართლოს ზეპირსიტყვიერი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით ვიდეო მტკიცებულება გამორიცხავდა აუცილებელ მოგერიებას და თავდაცვას, მოდი ესე ვთქვათ, სამოქალაქო ტერმინოლოგიით ბიჭების მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ვიდეო მტკიცებულების
წერილობის შინაარსს. შესაბამისად, თუ წერილობით დასკვნაში და წერილობით დასაბუთებაში იგივე არგუმენტაცია დარჩება, რომ მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებას დაიყრდნო სასამართლო მისი გადაწყვეტილების მიღებისას, ბუნებრივია, საკმაოდ კარგი იქნება და ისე ვთქვათ, დასაბუთებული იქნება ჩვენი სააპელაციო საჩივარი. ის პირველ ნაწილში, რაც შეეხება სასჯელის ნაწილს და სასჯელთან დაკავშირებით განმარტებას, სასჯელი არ მიიღება ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სასჯელის განსაზღვრა არ ხდება ყოფაქცევის გამო სასამართლოს ხდომის დარბაზში. ბუნებრივია, სასამართლოს ხედავობაში უნდა მიიღო ის, რომ მინდიას ყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ფინანსურად სრულად მინდია უზრუნველყოფდა, ის იყო ამოსავალი წერტილი, ის ფაქტი, რომ ერთის მხრივ თორნიკე არის საჯარო მოხელე, რომელიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო სახელმწიფო სამსახურში, ისევე როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე მისი უშუალო დასაქმების ადგილი, ეს ხალხი არასოდეს ყოფილა სასამართლოები, ისინი არ არიან კრიმინალები და რეციდივისტები, რომელსაც სჭირდება ციხის ძალით. გაოგნებული ვარ მოსამართლის საყვედურებით, რომ ამ ბიჭებმა არ მოინანიეს, არ აღიარეს დანაშაული და თვითონ ამტკიცებს, რომ კი მივიდა ის პიროვნება, იყო პროვოკაცია და აგენმა თავი დაიცვეს. რატო არ აღიარებთ, გაბრაზებულია, მე მეგონა მარტო ბიძინა და კობახიძე იყო ამაზე გაბრაზებული, ან იგენმა დასაჯეს რა. აღიარებაზე აქვთ გართულება, რატო არ აღიარებენ ეს ბიჭები და რა უნდა აღიარონ, მოვიდა დანით და დაიცვეს თავი და სირცხვილი მოსამართლის თავი მოიჭრა დღეს რა მოსამართლე. შეახოსო სამართლო გადაწყვეტილებაა ადამიანები, რომლებმაც აქციაზე მოსული, აგრესიულად განწყობილი, არაფრთხილ მდგომარეობაში მყოფი, დანით შეიარაღებული მოქალაქე გაანეიტრალეს, დამიცხვები დაიცვეს, პატიმრობაში დატოვა და ასეც აგერ ამბობდა ზვიადის და ეგ არის ამბავი, რომ სასამართლო ითხოვდა რაღაცა ბოდიშს და ადამიანების ცემაში, დაუნდობელ ცემაში და ძვლებში მტრევაში ბრალდებული არავინ არ ყავთ დაჭერილი და რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს ექცევიან ესე, რა ვიცი, სამართლო გადაწყვეტილებაა და მხნეობა და გამძლეობა. ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელს ბექა გოცირიძეს სცემეს. დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ეგრეთ წოდებული ლაივი და პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეებს აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც. აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო მასალები, სადაც ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს. ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონთან დაკავშირებით საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც ორგანიზაციამ გასულ წელს გაასაჩივრა. ამის შესახებ საიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და შესაძლოა მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს, რაც მის პრიორიტეტულ განხილვას გულისხმობს. ამასთან საიაში აღნიშნავენ, რომ სარჩელი შეეხება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლების შესაძლო დარღვევებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად 1 წლის წინ 2025 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც არის გაგრძელება იმ შემზღუდველი საკანონმდებლო კლიმატისა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების შევიწროებას. ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციას და დევნას, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით. კანონის მიღებიდან ზუსტად 1 წლის თავზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან გვეცნობა, რომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც
საიამ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით. კერძოდ 3 ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მედია ორგანიზაციების სტუდია მონიტორისა და საქართველოს ამბების სახელით, ასევე 3 ფიზიკური პირის სახელით, რომლებიც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ. ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში საიას მიერ წარდგენილ ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. კერძოდ, საჩივარში საია დაობს გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს პრიორიტეტულ რეჟიმში განიხილავს, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის. მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში შესაძლოა სრულად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმების დამოუკიდებლობით. სწორედ აქედან გამომდინარე, საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს წარსულში ანტიკორუფციულ ბიუროს ახლა მის სამართალმემკვიდრეს, ასევე პროკურატურასა და სასამართლოს კუთხით მათ მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს, ადამიანებსა და ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა არაკონვენციური მიზნებისთვის. კერძოდ, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური და დომინანტური მიზანი სხვა ფარული განზრახვა. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშწორება ან კრიტიკული ხმების გაჩუმება, რაც იმთავითვე კონვენციასთან შეუსაბამოა. ის, რომ ეს ასეა, დასტურდება არაერთი სხვა საერთაშორისო მექანიზმის შეფასებით, რომლებმაც დეტალურად მიმოიხილეს ის შემზღუდველი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც საქართველოში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ 2024 წლიდან მოქმედებს. სახელმწიფოს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლომ ვადა 2026 წლის 21 ივლისისათვის განუსაზღვრა. საზოგადოებას ასევე შევახსენებთ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე ფაქტობრივად დაასრულა რუსულ კანონთან დაკავშირებით 136 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის ერთობლივი საჩივრის განხილვა. საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს. გაძევებული არიან თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განას, კონგოს, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მიმდინარე წლის მხოლოდ მარტის თვეში 360, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 904 უცხოელი არალეგალი გაძევება განხორციელდა საქართველოდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ერთჯერადი პლასმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა. შეზღუდვა ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ჩანგლებს, დანებს, კოვზებს, ჭხირებს, თეფშებს, საწრუპებს, სასმლის მოსარევს, ასევე გაფართოებული პოლისტიროლის კონტეინერებს, ჭიქებსა და მათ თავსახურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება უკვე აკრძალული იყო 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 1 აპრილიდან ძალაში შევიდა მათი რეალიზაცია
კონკურენციის აკრძალვაც. ამასთან ამოქმედდა დამატებითი რეგულაციაც. სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ პლასმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვა. გამონაკლისია თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მომსახურებათა საჭიროებები. გარკვეული გარდამავალი პერიოდი იყო მიცემული ბიზნეს სექტორისთვის, ეს იყო 3 თვიანი პერიოდი, რომელიც იწურება 2026 წლის 1 აპრილიდან, შესაბამისად 2026 წლის 1 აპრილის შემდეგ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ უფლებამოსილება გაატარონ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. გარკვეული შეზღუდვები შედის ასევე ძალაში სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაშიც, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებული უწყებები 2026 წლის 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებენ განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვა ისეთი სასმელების, რომლებიც ჩამოსხმული არის პლასმასის ბოთლებში, ასევე ვეღარ შეძლებენ შეისყიდონ პლასმასის კონტეინერები და ჭიქები. 1 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის. ცვლილებები 4 ძირითად ტურისტულ ლოკაციას ეხება და დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას. ახალი ტარიფების მიხედვით რიგ შემთხვევებში ბილეთების ფასი განსაკუთრებით უცხოელებისათვის მნიშვნელოვნად ზოგჯერ ორმაგადაც გაიზარდა. პარალელურად სააგენტომ ვიზიტორებისათვის ახალი შეთავაზებაც დანერგა ეგრეთ წოდებული კომბო ბილეთები, რომლებიც რამდენიმე ობიექტის ერთიან ფასად მონახულების შესაძლებლობას იძლევა. გაძვირდა პრომეთეს მღვიმეში შესვლა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბილეთის ფასი 25-დან 40 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისათვის 13-დან 16 ლარამდე. დამატებით მღვიმეში ნავით გადაადგილების სერვისიც გაძვირდა უცხოელებისათვის და 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა. სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე უცხოელებისათვის შესვლა 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისათვის ფასი 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. ამასთან ოკაცეს ჩანჩქერსა და ნახევის მღვიმეში შესვლის ტარიფი უცვლელი დარჩა, თუმცა ეს ობიექტები კომბო ბილეთებში გაერთიანდა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ერთ ბილეთად რამდენიმე ლოკაცია მოინახულონ.